დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და დღის ნიუსრუმი იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მე ლელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გადაცემას კი დიპლომატი გია ჯაფარიძე გახსნის, რომელთანაც თვალს გადავალებთ მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში რჩება ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების თაობაზე დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გაწყვეტილება, ამიტომ ეს თემა დღეს ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. დაგვალოდეთ, დავიწყებთ ზუსტად 3 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. Ursula von der Leyen არ გამორიცხავს უბიზო მიმოსვლა საქართველოს მოსახლეობას შეუჩერდეს თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს. საკითხს ქართული ოცნებაც ეხმაურება. მართველი გუნდი ევროპარლამენტარებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს ევროპელი დეპუტატების ანგარიშს კი ტყუილებზე დაფუძნებულ დოკუმენტს უწოდებენ. ევროდეპუტატების კრიტიკას სრულად იზიარებენ ოპოზიციაში. ოპონენტები პარტნიორებისგან ქმედითი ნაბიჯების მოლოდინში არიან. ქართული ოცნება დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე დაინტერესდა რა არგუმენტებს დაეყრდნო ბრიტანული მხარე სანქციების დაწესების პროცესში. ქართული ოცნება მედია საშუალებების დასანქცირებას თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმად და შიდა პოლიტიკაში ჩარევა დაფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით კი სანქციების დაწესების მიზეზი ლოგიკური და მისაღებია. ნაციონალური მოძრაობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს და სანქციების აღსრულების მონიტორინგს იწყებს. ოპოზიციის თქმით, საჯაროდ დაასახელებენ ყველა პირსა და კომპანიას, ვინც ფინანსურ ან სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს სანქცირებულ ტელევიზიებს. პარტია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეგროვებული ინფორმაციის გაზიარებას გეგმავს. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, დიპლომატი გია ჯაფარიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო გია და მადლობა რომ გესწრებით. დილამშვიდობის. მოგესალმებით ტელემაყურებელს და პოლიტიკურ პატიმრებს, ვინც უყურებს თქვენს ეთერს. ბატონო გია, დღეს პარასკევია ვაჯამებთ მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებს. აქტუალურ თემებს შორის კი ყველაზე ცხელი მაინც იმედის და პოზიტივის დასანქცირების თაობაზე დიდი ბრიტანეთის გაწყვეტილება. ამ დღეებში ბევრი შეფასება მოვისმინეთ ამ თემაზე, ამიტომ გარდა იმისა, რომ მინდა გკითხოთ რა სიგნალია რუსული კომპანიების გვერდით ორი ქართული ტელეკომპანიის სანქციების ქვეშ მოქცევა, ასევე საინტერესოა რა პოლიტიკური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბრიტანულ სანქციებს. ანუ ეს გადაწყვეტილება თუ შეცვლის რაიმეს ქართული ოცნების პოლიტიკაში, მის ხედვებსა და ქმედებებში. აი გითხარით თქვენი პოზიცია, როგორ ფიქრობთ, რას მოიტანს და რამდენად ძლიერია დიდი ბრიტანეთის ეს კონკრეტული სანქციები? მე არ ვიცი ქართული ოცნება როგორ მოიქცევა და რა შეცვლის, ეს თავიდან ბოლომდე მათზეა დამოკიდებული ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით, ისინი ამ მოქცევის შეცვლას ნამდვილად არ აპირებენ. ნახეთ, მე ყოველთვის ვამბობდი და ხაც ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული, რომ ქართული ოცნების ძალაუფლება ძალიან დიდი პროცენტით შეიძლება, არ ვიცი ხა რომ გავზომოთ, შეიძლება ეს იყოს 50%-იც დგას იმედის პროპაგანდაზე. იმედი იზიდავს ხალხს იმ შოუებით, სერიალებით, იმ კონტენტით, რაც აქვს ამ ტელევიზიას და ხალხი მიაჯაჭვეს იმედის ეკრანს და შემდეგ უკვე ადვილია რომ ეს პროპაგანდა გაუშვა და წამლო ადამიანები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ხო, უკვე რამდენი წელია, 13-14 წელია ხალხს იმედის ეთერიდან წამლავენ. ხო, იმედი არის დასანქცირებული როგორც კი ბატონო, ქართულ ენოვანი, მაგრამ როგორც რუსული ტელევიზია. ეხლა მე მესმის ეს რაღაც არგუმენტები, რომ ეს რაღაცა თავისუფალი მედია, როგორ არის თავისუფალი მედია, როდესაც თვითონ აღიარებენ, მათ შორის გუშინ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ხო, მე რა რომ იმედი არის ჩვენი მედია, ხო? ანუ ისინი არ მალავენ იმედი და პოზიტივი არის მათი საკუთრება. თავისუფალი მედია არის ის მედია, რომელიც სრულად არის თავისუფალი ხელისუფლების გავლენებისგან. ის არ ეკუთვნის ხელისუფლებას. ნებისმიერი ასეთი მედია შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის თავისუფალი მედია, მაგრამ იმედი ასეთი არ არის, იმიტომ რომ თვითონ აღიარებენ, რომ არ არის ის თავისუფალი და კიდევ ერთ ფაქტ შეგახსენებ, 15 წუთით გაითიშა ტექნიკური მიზეზებით ცოტა ხნის წინ TV იმედი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ანუ ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ არც იმედი და არც პოზიტივი არ არის თავისუფალი მედია და სინამდვილეში არის ხელისუფლების მიერ მართული მედია. აი თქვენ მაკა ბოჭორიშვილი ახსენეთ და ის
საგარეო საქმეთა მინისტრი ითხოვს ახსნას როგორ ასუსტებს დიდი ბრიტანეთი რუსეთს თუ კი მოხდება იმედის და პოზიტივის დასანქცირება. იქნებ მაკა ბოჭორიშვილის მიერ დასმულ ამ კითხვასაც გასცეთ პასუხი, იმიტომ რომ აქ მართლა ხა თუ კი ფაქტებს შევხედავთ, ფაქტები არის ის, რომ იმედს შესაძლოა საკმაოდ დიდი გავლენა ქონდეს ქართულ აუდიტორიაზე, ანუ ქვეყნის შიგნით, მაგრამ რა ვიცი, რა ძალა აქვს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ რა შუაშია? იმედი დასანქცირებული არის იმის გამო, რომ ის ემსახურებოდა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს, რომ ის ავრცელებდა რუსულ პროპაგანდას. კიდევ ვამბობ, ნახეთ, სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზავნილებს უშვებს ახლა ქართული ოცნება, ხო? ერთი რომ ეს არის რაღაცა თავისუფალი მედია, მეორე რომ კი, მაგრამ სად არის არგუმენტები, ან თუ რუსეთთან ბრძოლა გინდა იმედი რა შუაში. ეს ხო სულ არის პროპაგანდისტული გზავნილები. თავისუფალ მედიაზე გითხარით ჩემი აზრი, რომ ის არ არის საერთოდ თავისუფალი მედია. ის რომ იმედი ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, ის რომ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ის რომ აი თუნდაც აი იმ პროპაგანდისტული გზავნილებით, რასაც ხა იმედი ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებს, ის ეხმარება რუსეთის ფედერაციას, თუნდაც საქართველოს. თქვენ იცით, რომ ქართული ოცნება ეხმარება რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში. ეს როგორ გინდა გაყიდო ქართულ აუდიტორიაში? ქართული ოცნება ხომ არ ეუბნება თავის ამორჩევას და ქართულ ხალხს, რომ ის არის პრორუსული ძალა. ის ხო დღემდე ატყუებს მაგალითად საქართველოს მოქალაქეებს, რომ საქართველოს ევროპისკენ მიდის, რომ ისინი პროევროპული პოლიტიკური ძალა. იმედი 24 საათის განმავლობაში მართალია ქართულად მაუწყებლობს, მაგრამ მისი კონტენტი, მაუწყებლობის შინაარსი არის თავიდან ბოლომდე რუსული. ამის გამო არის ის დასანქცირებული. ახლა 1000 რაღაცას ამბობენ და ატყუებენ კვლავ ქართულ ხალხს, მაგრამ სინამდვილეში რის გამო დასანქცირდა? არგუმენტებიც არის იქ მოყვანილი, არის მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩისგან ითხოვდა დამატებით რაღაც არგუმენტებს. წერია არგუმენტები, რატომაც არის დასანქცირებული. არავინ სოფლიოში სანქციებს არ დაადებს ვინმეს ისე რომ არ არსებობდეს ამისთვის სოლიდური სამართლებრივი საფუძველი. წარმოიდგინეთ ახლა რომ წავიდეს იმედი და ბრიტანეთის სასამართლოში უჩივლოს ბრიტანეთის მთავრობას. იქ რომ არ არსებობდეს ძალიან საფუძვლიანი არგუმენტები, რო არ არსებობდეს ძალიან მყარი საფუძველი, მაშინ ბრიტანეთის მთავრობამ ხო შეიძლება რომ ეს დავა სასამართლოში წააგოს. მაშინ ხო მოუწევს რომ არც კომპენსაცია გადაუხადოს, ბოდიში გადაიხა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? იმედის მიმართულებით. სანამ არ არსებობს ძალიან მყარი საფუძვლები, არც ერთი სახელმწიფო, არც ერთი დემოკრატია არ გარისკავს და იმეს არ დაადებს სანქციებს. გამოსავალი მოძებნა ტელეკომპანია იმედმა და ამაზეც მინდა ვისაუბროთ, დასანქცირებული ტელეარხი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იმედის ჰოლდინგის ახალი დამფუძნებები ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით უმოკლეს ვადაში რამდენიმე თვეში შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით იმედის ბანკი. დასანქცირებული ტელეკომპანია ირწმუნება, რომ იმედს არანაირი მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება და სრულად უზრუნველყოფენ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებასაც კიო ნათქვამია განცხადებაში. რა შეიძლება ითქვას უკვე იმედის ბანკზე? რამდენად არის გამოძებნილი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომელიც იმედს გადაარჩენს? ნახეთ, აქ ფინანსური საკითხი არის ყველაზე უფრო უმნიშვნელო საკითხი. ანუ მე იმაში დარწმუნებული ვარ, რომ იმედის თანამშრომლები ხელფასებს მიიღებენ, ხელფასებს ბოლოს და ბოლოს დაურიგებენ ქეშად. აქ ხელფასების დარიგება კი არ არის მან თავარი. აქაც აი ცდილობენ, რომ პროპაგანდისტულად ყურადღება გადაიტანონ სულ სხვა რამეს. აქ თავარი არის მაგალითად მიიღებენ თუ არა სატელიტურ მომსახურებას. დასანქცირდება თუ არა ის კომპანია, რომელიც არის
იმედის მეპატრონე კომპანია. დასანქცირდებიან თუ არა ის ფიზიკური პირები, რომლებიც არიან ამ კომპანიის მეპატრონები. მოახერხებს თუ არა იმედი განათავსოს ეს დასპონსორებული მილიონებს რო იხდიდნენ რეკლამები მაგალითად Facebook-ზე, YouTube-ზე იქნებიან თუ არა ისინი სოციალურ ქსელებში. ეს არის თავარი საკითხი. მოახერხებენ თუ არა გააგრძელონ კონტრაქტები იმ კომპანიებთან, რომლებიც ყიდიან აი ძვირადღირებულ სატელევიზიო შოუებს. ამ სატელევიზიო შოუებით და სერიალებით ყავს იმედს ხალხი, თორე იმედს რა მართლა მხარდამჭერები კი არა ყავს. არ იფიქროთ რომ რაიმე მხარდახა საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან რომ სიღარიბეში ცხოვრობენ, არ იციან ამ მდგომარეობაშია ქვეყანა. კარგად იციან როგორ იზიდავს იმედი მაყურებელს აი ძვირადღირებული სატელევიზიო შოუებით. მაგალითად მოახერხებენ და გააგრძელებენ ცეკვავენ ვარსკვლავებს, რამდენადაც მე ვიცი ამის გაკეთებას ისინი ვერ შეძლებენ. მოახერხებენ თქვა სხვადასხვა ბიზნესები მიიტანონ თქვათ რეკლამა იმედზე. გასაგებია რომ ბიზნესებს დაატერორებენ და მიატარინებენ ქეშად ფულს, მაგრამ მათი რეკლამა შესაძლებელია რომ განთავსდეს იმედის ეკრანზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხა ხელფასებს რო გაცემენ, ამაში დარწმუნებული ვარ, ხელფასებს გაცემენ ქეშად და გასაგებია ეხლა ვის შენარჩუნებასაც შეძლებენ ამ არხზე, იმათ ბუნებრივია ორმაგი ხელფასით შეიძლება მიცენ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რისკია დღეს იმედზე მუშაობა. შეძლებენ იმედის თანამშრომლები იმოგზაურონ მაგალითად ევროპაში, შეძლებენ იმედის თანამშრომლები გადახდები აწარმოონ მაგალითად ევროპაში. ეგ არის საინტერესო, რომ ეხლა ხელფასის აღება და ეხლა ფინანსურად იმედ შეინახავენ, რა თქმა უნდა ფინანსურად ბიძინა ივანიშვილი შეინახავს იმედს, რა თქმა უნდა ისინი აიძულებენ გარკვეულ ბიზნესებს, რომელიც თუნდაც მათთან არის დაკავშირებული, რომ ქეშად ფული მიიტანონ და შეინახონ იმედის თანამშრომლები. აქ მთავარი არის სხვა საკითხები. რამდენად შეძლებს იმედი ისე ოპერირებას, როგორც ოპერირებდა. აი ამ კითხვაზე რა არის? თქვენივე დასმულ კითხვაზე რა არის? მე მგონია რომ ამას ის ვერ შეძლებს. მე მგონია რომ იმედი მნიშვნელოვნად იმედის და პოსტივის ეხლა პოსტივის არც ყავდა ეხლა იმ ხელა მაყურებელი, პოსტივის უყურებდა ალბათ რაღაც ძალიან პატარა კატეგორია, საქართველოს მცირე კატეგორია, რაღაცა მცირე რაოდენობა და გარკვეული კატეგორია საქართველოს მოქალაქეებიც, ან თავარი არის იმედი. იმედი მე მგონია რომ საგზნობლად დასუსტა და ეს დასუსტება პირდაპირ პროპორციული იქნება ქართული ოცნების დასუსტების, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ქართული ოცნება დგას სულ რამდენიმე რამეზე. ნუ გასაგებია რომ ეს არის რუსეთის მხარდაჭერა და სხვა ვთქვათ ავტორიტარული სახელმწიფოების მხარდაჭერა, გასაგებია რომ ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელთა მათ თლიანად აი ჩათვალეთ, რომ აი საქართველოს ყულაბა თლიანად მათ ხელშია. ეს არის შიშველი ძალა, აი ძალოვანი სტრუქტურები, რომელსაც ფულს უხდიან და ისინი მზად არიან თავიანთი მოქალაქეები სასიკვდილოდ გაიმეტონ და რა არის შემდეგ? პროპაგანდა, ხო? უწყვეტი პროპაგანდა 24 საათი 7 დღე კვირაში, რასაც აკეთებს იმედი, ხო? ამიტომ იმედის დასუსტება მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ იმედის დასუსტებით სუსტდება ქართული ოცნება. აი მოკლე გადახვევა და მე ისევ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხზე განვაგრძოთ საუბარი. აი თქვენ თქვით რომ იმედის დასუსტების პროპორციულად სუსტდება ქართული ოცნება და ხო, უკვე ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის განცხადებები, რომ ქართულ ოცნებას სერიოზული პრობლემები აქვს. ახლა რაღაცა წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ როცა ქართულ ოცნებას უჭირს ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება ხოლმე პოლიტიკაში. აი გადახვევის სახით მაინც გამიჩნდა ეს კითხვა და მოდით მაინც დავსვავ. რამდენად შეიძლება რომ აი შექმნილ ვითარებაში, როდესაც ბევრი ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას რთული დღეები აქვს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მობრუნების გაწყვეტილება მიიღოს და მობრუნდეს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც წასულა ქართული პოლიტიკიდან, მე არ მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი როდესმე არ იყო მასთან საჭესთან ბიძინა ივანიშვილი სულ იყო ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება ეს რეჟისურა ეს დანარჩენი არის დანარჩენი დრამატურგიის თემა ის ყოველთვის იყო ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ყოველთვის ის მართავდა არაზროს მართავდა სხვა ამიტომ მე არ მგონია რომ ის როდესმე იყო ქართული პოლიტიკიდან წასული როდესმე იყო ოცნებიდან წასული ყოველთვის ივანიშვილი აი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ყოველთვის ივანიშვილი იჯდა სამართავ პულს.
საქართველოსთან. ყოველთვის. ის არსად წასულა. ბატონო, რა შეიძლება ისევ სანქციებს და ბრალდებებს, რომელიც აი ამ დღეების განმავლობაში, რაც სწორედ სანქციების თაობაზე გაწყვეტილება გაცხადდა, დიდი ბრიტანეთის მისამართით ისმის ქართული ოცნების მხრიდან მეტიც კითხვა დაისვა ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც კი, აი მაგალითად ასეთი რამ თქვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, პატარკაციშვილს საერთოდ არ აწუხებდა გული, არადა ბრიტანეთში სწორედ გულით გარდაიცვალაო და მის ამ განცხადებაზე მინდა სწორედ აქცენტირებულად კითხოთ. აი რა კონსპირაციებზე შეიძლება მიანიშნებდეს ქართული ოცნება, ბრიტანეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა და ბრალდებების შემცველი განცხადებები აქამდეც მოგვისმენია, მაგრამ არა ასეთი. შესაბამისად, არჩილ გორდულაძის განცხადება შეიძლება იყოს მისი პირადი მოსაზრება და კითხვები, რომელსაც ის პირადად სვამს, თუ ეს შეიძლება იყოს საერთო პარტიული მესეჯ ბოქსის ნაწილი. როგორ უნდა დავინახოთ? ვერ იქნება პირადი, როგორ შეიძლება არ ვიცი სახელი და გვარი არჩილ გორდულაძე იურიდიული კომიტეტის ორი ადამიანი იყო, ვინც ესეთი განცხადება გააკეთა, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური წარსული არ გააჩნიათ, ეს ადამიანები უეცრად ივანიშვილის უხილავმა ხელმა აიყვანა და რაღაც პოზიციაზე დასვა. თქვენ ხო დამეთანხმებით, რომ ორ ადამიანზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ მეორე განცხადებაც მნიშვნელოვანია. პოლიტიკური წარსულის გარეშე ადამიანები დღეს არიან რაღაცა კომიტეტების თავმჯდომარეები. ორი განცხადება იყო ასეთი, ორივე იყო ძალიან მძიმე განცხადება, ნუ ერთი კი ბატონო კონსპირაციული, ზოგადად ნებისმიერ ასე ტოტალიტარიში გარდამავალ რეჟიმს კონსპირაციები უყვარს. საქართველოში ახლა კონსპირაციები ახალი არ არის. ჯერ კიდევ ვიცი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟიდან ჩვენ უამრავი კონსპირაცია მოგვისმენია, ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილსაც სხვადასხვა კონსპირაციები უყვარს, აგერ თლად ჩხიბაობის და კონსპირაციის რაღაცა სკოლას აკეთებს ქუთაისის უნივერსიტეტში, რომელიც მას ეკუთვნის. ორი განცხადება იყო. ერთი იყო რომ დიდი ბრიტანეთი საერთოდ დაიშლებაო თუ გაქრებაო, ის არის დიდია და აღარ დიდი დარჩება და აღარ ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი 2 საუკუნის განმავლობაში იყო დომინანტი სახელმწიფო მსოფლიოში და არანაირი ნიშანი იმის რომ ბრიტანეთს რამე ემუქრება არ არსებობს, მაგრამ ეს ძალიან მძიმე განცხადებაა საქართველოს მხრიდან ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მისამართით. ისინი მხოლოდ ბრიტანეთს ამბობენ, სინამდვილეში ეს არის დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, თუმცა ამდენი განათლება და ამდენი ცოდნა ქართულ ოცნებაში არ აქვს და ეს არიციან, კარგია თუ მოისმენენ. და მეორე განცხადება, რომელიც ირიბი მინიშნება იყო იმაზე, რომ პატარკაციშვილის სიკვდილი არ ყოფილა ბუნებრივი სიკვდილი, ძალიან მძიმე ბრალდება. ხა მე ამაზე პასუხს ვერ გაგცეთ, ამაზე პასუხი უნდა გასცეს თავად გაერთიანებულმა სამეფომ და მე ვფიქრობ, რომ ეს პასუხი გაიცემა ალბათ როგორც დიპლომატიური არხებით, ასევე ჩვენ გონია რომ ნახავთ არ ვიცი რაღაცა ორ შემთხვევაში მოლოდინი ამისი უნდა იყოს, რომ ნახავთ რაღაცა კონკრეტულ ალბათ ვაფშე ნაბიჯებს. ახლა ეს კიდევ პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართული ოცნება ამას აკეთებს, მაგრამ რატომღაც ამ თითქმის რა ვიცი 15 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება როგორც ასეთი 2011 წლიდან ჩდება, 15 წლის განმავლობაში ჩვენ ასეთი კონსპირაციები და ასეთი ბრალდებები დასავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოების მიმართ მუდმივად გვესმოდა. მიაქციეთ ყურადღება, ისინი არ საუბრობენ საერთოდ რუსეთზე, ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. ქვეყანას, რომელსაც საელჩოები, ორი საელჩო გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე, ერთი აფხაზეთში და მეორე ცხინვალში. მესამე თბილისში ფუნქციონირებს როგორც ეს მიღებული პრაქტიკა შვეიცარია უწევს ეგრეთ წოდებულ good office ამ შემთხვევაში რუსეთს. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებს, არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც დღემდე მუშაობს, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარონ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ერთეული. აი ამ სახელმწიფოს მიმართ ქართული ოცნების მხრიდან ჩვენ განცხადებები არ მოგვისმენია. მეტიც ისინი პროპაგანდისტულად დღეს იმეორებენ რუსულ პროპაგანდას, რომ თურმე მარო მაყაშვილი
ქართველებმა მოკლეს და არა რუსებმა. ეროვნულ გმირებს ეხებიან უკვე ხო ისინი, ამიტომ ხა როცა ვლაპარაკობთ ახლა მათი მხრიდან ბრიტანეთის მიმართ გამოთქმულ განცხადებებზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ოცნება არ არის დამოუკიდებელი თავიანთ ქმედებებში. რა ინსტრუქციასაც ისინი მიიღებენ, იმ ინსტრუქციას შეასრულებენ. იმედი, რომელიც არის მათი ნაწილი, უნდა გვახსოვდეს ეს დასანქცირდა იმის გამო, რომ ისინი აკეთებდნენ რუსულ საქმეს. რუსულ კომპანიებთან ერთად და რუსეთის მოქალაქეებთან ერთად არიან ისინი სანქცირებული. ბატონო, აი სანქციებთან დაკავშირებული თემა რომ შევაჯამოთ. ხა თქვენ დიპლომატიური სამსახურიდან მოდიხართ, ამიტომ საინტერესოა მაყურებლებს ავუხსნათ, ზოგადად როგორ ხდება აი ამ სასანქციო პაკეტების მომზადება, მით უფრო როდესაც ისეთი მასშტაბურია სანქციები, როგორც დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა და როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის წინააღმდეგ 300-მდე ახალი სანქცია შემოიღო და აწესა ოფიციალურმა ლონდონმა. აი გასაგებია რომ ეს არის დიდი ბრიტანეთის სანქციები, თუმცა უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე დიდ ბრიტანეთს კონსულტაციები და საუბარი ექნებოდა ევროკავშირთანაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. სავარაუდოდ ექნებოდა, მე არ ვიცი ხლა რა დონეზეა ვთქვათ ინფორმაციის გაცვლა გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის კავშირის შორის, მაგრამ პრაქტიკა ასეთია, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციების გაცვლა შესაძლებელია ხდებოდეს. მაშინ, როდესაც საერთოდ რატომ იწყება სანქციებზე საუბარი, როგორ ხდება მისი მომზადება და მერე როგორ ხდება მისი მიღება, ხო? რა თქმა უნდა, საუბარი იწყება მაშინ, როდესაც კონკრეტული, ვთქვათ, დასასანქცირებელი, ასე ვთქვათ, რაც არის ორგანიზაცია თუ სახელმწიფოა თუ კერძო პირი აკეთებს ჩაიდენს რაღაც ქმედებას, ხო? ანუ საფუძველი არის პირველ რიგში ქმედებები, ხო? ამ შემთხვევაში იმედის და პოზიტივის ქმედებები. ამ ქმედებების შესახებ ინფორმაციები გროვდება სხვადასხვა საშუალებით, ხო? მათ შორის, ვთქვათ, დიპლომატიური მისია, მათ შორის, ვთქვათ, სადაზვერვო ინფორმაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ინფორმაციები შესაძლებელია გროვდებოდეს სხვადასხვა წყაროებიდან. ხდება ამ ინფორმაციების დამუშავება, ხდება ამ ინფორმაციების ბუნებრივია გადამოწმება. მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან მყარი საფუძველი, მაშინ, როდესაც არსებობს ეჭვგარეშე არგუმენტები, მაშინ, როდესაც გამორიცხულია, რომ ესე იგი სანქციების ქვეშ მოყოლებმა ორგანიზაციამ, კერძო პირმა თუ სახელმწიფომ შეიტანოს, თქვათ, საჩივარი და მოიგოს დამოუკიდებელ სასამართლოში პროცესი. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სანქციების დაწესება. ხა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ დღეს რომ იმედმა სარჩელი შეიტანოს, თქვათ, ბრიტანულ სასამართლოში და არსებობდეს თუნდაც იოტის ოდენა, თუნდაც რაიმე საფუძველი, რომ ბრიტანეთის მთავრობა ამ ქმედებაში არ გამართლდეს. ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა ბრიტანეთის სახელმწიფო. სანამ არ არსებობს ძალიან მყარი საფუძვლები, უეჭველი ეჭვგარეშე მტკიცებულებები, მანამდე არც ერთი სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებს. ბატონო, რამდენიმე წუთი მოდით ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშსაც დავუთმოთ საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ. რიგით მეორე ანგარიშიც ძალიან მწვავე და კრიტიკულია, თუმცა კრიტიკასთან ერთად ანგარიში ხაზს უსვამს მიზნობრივი სანქციების მნიშვნელობას მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, საქართველოში არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და საკვანძო თანამდებობების პირების წინააღმდეგ ამონარიდი ანგარიშის პროექტიდან. ხო, აი ორი ტელევიზიის დასანქციერება ეს ერთია, მაგრამ მეორეა მივა თუ არა სანქციები უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მით უფრო იმ ფონზე თუ გავითვალისწინებთ როგორ დგას ევროკავშირში ეს საკითხი, ანუ არსებობს უნგრეთი და მისი ლიდერი ორბანი, რომელიც ქართული ოცნების დასანქცირებას მხარს არ უჭერს და სანქციებთან დაკავშირებულ საკითხს ბლოკავს. შესაბამისად, რისი გაკეთება შეუძლიათ ევროპელ პარტნიორებს და რას არ აკეთებენ თუნდაც ეროვნულ დონეზე?
პირველ რიგში ევროპის კავშირმა გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეცვალოს და კვალიფიციური გადაწყვეტილებების ჯობს რომ მიიღონ ყველა გადაწყვეტილება, მაგრამ ეხლა ეს ჩვენი საქმე არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ჯერ არ არის ევროპის კავშირის წევრი, ქართული ოცნების პირობებში ვერც იქნება, მაგრამ როცა ქართული ოცნება არ იქნება, გვპირდებით, რომ საქართველოს ძალიან სწრაფი ტემპით მოახდენს ევროპულ ინტეგრაციას. ეხლა საქართველოს აქვს რამდენიმე შეთანხმება გაფორმებული ევროპის კავშირთან, მათ შორის არის თქვა ასოცირების შეთანხმება, რომლის ნაწილიც არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. საქართველოს აქვს ევროპის კავშირთან გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება, სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება. საქართველოს ამ შეთანხმებებს არ ღვევს. შეთანხმებებში არის მუხლები, რომელიც უნდა დაიცვას შეთანხმების მონაწილე ყველა მხარემ, ხო? ქართული ოცნება ამ შემთხვევაში შეთანხმების მუხლებს არ ღვევს. ყველა შემთხვევაში ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებაშიც, ვიზა ლიბერალიზაციის შეთანხმების შემთხვევაშიც ქართული ოცნება არის ის მხარე, რომელიც შეთანხმების მუხლებს სისტემატურად არ ღვევს. ბუნებრივია ასე დროს დგება საკითხი, როგორ შეიძლება იმოქმედოს მეორე მხარემ, ხო? სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეორე მხარეს ექნება სურვილი, რომ რადგან ქართული ოცნება არ ასრულებს პირობებს, მათ რატომ უნდა გააგრძელონ ამ პირობების შესრულება, ხო? ბუნებრივია ისინი დააყენებენ საკითხს, ვინ არის ამ პირობების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი. ეს პასუხისმგებელი პირები არიან, რა თქმა უნდა, ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. დგება შემდეგ საკითხი ამ ადამიანების წინააღმდეგ ქმედების, ხო? აი ამ ქმედებას ბლოკავს უნგრეთი და ამ შემთხვევაში მას აყვა კიდევ სლოვაკეთი. რა გამოსავალი არსებობს ევროპის კავშირისთვის? ევროპის კავშირს ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ერთად გამარჯვება მოიპოვეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მათ ეს გამარჯვება მოპარეს, ამიტომ არ ვამბობ ოპოზიციური პარტიები, მაგრამ თუ გნება ვთქვათ ქართული ოპოზიციური პარტიები. ქართული ოპოზიციური პარტიები ევროპის კავშირს ყოველთვის თხოვენ ერთ რამეს, რომ არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება ქართულ ხალხს. ის შეეხოს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აი ამ შეთანხმების დარღვევაზე. მხოლოდ პასუხისმგებელი პირები დასანქცირდნენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ პასუხისმგებელ პირებზე დაწესდეს ის სანქციები, რომლის დაწესებაც ევროპის კავშირს უნდა და დავასრულებ, მაგრამ რადგან ამ საკითხს უნგრეთი ბლოკავს, ევროპის კავშირმა შესაძლებელია იმის გამო, რომ აი უნგრეთის ასე ვთქვათ, დაბლოკვას თავი არიდოს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას შეეხება, ანუ ზოგადად გააჩეროს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება. კიდევ ერთხელ, კარგად რომ განმარტო, ქართული ოპოზიციური პარტიები ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის ინტერესი. ისინი ითხოვენ ევროპის კავშირისგან, რომ დასანქცირდეს მხოლოდ ივანიშვილი და ქართული ოცნება და პასუხისმგებელი პირები. მაგრამ რადგან ქართული ოცნების თხოვნით ამას ბლოკავს უნგრეთი, ევროპის კავშირი დიდი ხანი ვერ დარჩება გულხელდაკრეფილი მოქმედების გარეშე, რადგან ქართული ოცნება რეგულარულად არღვევს შეთანხმების პირობებს. ბატონო, ცოტა დრო დაგვრჩა ძალიან, მაგრამ მინდა ბოლო კითხვის დასმა მოვასწრო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ კანონპროექტზე. შესაბამისად, ერთი-ორი სიტყვა უკვე ამ თემაზეც გითხარით და ამით დაგემშვიდობებით, როგორც გავიგეთ, კანონპროექტი ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთის და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ. საინტერესოა, რატომ აინტერესებს ამერიკას შესაბამისი ინფორმაცია და მეორე მხრივ თვითონ ამ კანონპროექტს ბოლომდე მიყვანის შანსი რამდენად აქვს კონკრეტულად? აი, აქ რაზეა საუბარი, ანუ კონკრეტულ როგორც ჩანს კონკრეტულ კონგრესმენებამდე მივიდა ინფორმაცია საქართველოში ჩინური, ირანული და რუსული სპეციალური სამსახურების მოქმედების შესახებ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართული ოცნება არის ამ სამივე ჩამოთვლილი ქვეყნის პარტნიორი. ეს პარტნიორობა ალბათ იმასაც გულისხმობს, რომ რუსეთის, ირანის და ჩინეთის სპეციალურ სამსახურებს ხელები სრულიად თავისუფალი აქვთ
იმისთვის რომ საქართველოში იმოქმედონ. ცხადია, ეს სადაზვერო საქმიანობა არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს სადაზვერო საქმიანობა მიმართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგაც. ბუნებრივია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების ნაწილს გაუჩნდა ეს კითხვა და გაუჩნდა შემდეგ სურვილი, რომ ეს საკითხი იყოს გამოძიებული. აი, ამასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, ეს მოითხოვს სერიოზულ გამოძიებას. ამაში ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერო სამსახურები უნდა ჩაერთონ. რა არის იმის მიზეზი, რომ დაუბრკოლებელი სადაზვერო საქმიანობის უფლება მიეცა ქართული ოცნების მხრიდან ირანის, ჩინეთის და რუსეთის სპეციალურ სამსახურებს, ხო? აი მე მგონი, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და რა ვიცი, მინიმუმ ამაზე უნდა დავფიქრდეთ. მადლობა ბატონ გია იმისთვის, რომ მოხვედით ჩვენთან და უპასუხეთ სხვა აქტუალურ საკითხებზე ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს. გია ჯაფარიძეს დავუმშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ბაბა კვაშილავა შემოგვერთება, ასე რომ დაგვარდეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, პარტია თავისუფლების მოედნის გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავა შემოგვერთ და გამარჯობა ბატონ ბაკურ და მადლობა რომ ჩვენთან ხართ. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ბაკურ, აი დავიწყოთ მოდით ორი ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების საკითხის შეფასებით, ვინაიდან დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გაწყვეტილება არ კარგავს აქტუალურობას და პირველი რაც მინდა კითხოთ, რატომ ფინანსური სანქციები ტელეკომპანიებიდან და არა თქვათ პირდაპირ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასანქცირება. აი რა მიზეზები შეიძლება გქონდეს იმას, რომ დიდი ბრიტანეთი ქართულ ოცნებამდე მისვლას გარკვეულწილად შემოვლითი გზებით ცდილობს. ორი მიზეზი შეიძლება გქონდეს. ერთი არის ტექნიკური მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილი იყო იმედის, ასე ვთქვათ, ფინანსური სამმართველო პაკეტი იყო ლონდონში განთავსებული, დიდი ბრიტანეთში, როგორც ჩანს პოზიტივიც ამასთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, უფრო დიდი ეფექტები ექნებოდა ამ სანქციებს კონკრეტულად ამ ტელეკომპანიებზე. რაც შეეხება იმას, თუ აი მაინც რატომ იქნა შერჩეული, ვთქვათ, სხვა ასპექტით, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ის ორი ტელეკომპანია, განსაკუთრებით კი იმედი, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენას, როგორც აჩვენებს ხოლმე რეიტინგები, მათ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უსმენს და აქედან გამომდინარე, ვინაიდან ისინი ავრცელებენ პრორუსულ ნარატივს და რუსეთი მოგეხსენებათ, ეხლა ცივილიზებული მსოფლიოსთვის გვინდა არ გვინდა, ზოგ შეიძლება ეს არ მოსწონს, არის ფაქტურად გარეთ დარჩენილი ქვეყანა, კანონგარეშე ქვეყანაა, რომელიც არის ცნობილი როგორც აგრესორი, მისი პრეზიდენტი იძებნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ძებნილია, ეჭვმიტანილია, ხო? საერთაშორისო სასამართლოს მიერ და მის ნარატივს, როდესაც ერთ-ერთში ავრცელებს ეს ორი კომპანია, ბუნებრივია, რომ თავისუფალი სამყაროსთვის, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილისთვის, როგორც დიდი ბრიტანეთია, არის გამოწვევა და გამოწვევა ისიც, რომ ის რეალურად წამლავს ქართველი ხალხის ცნობიერებას თავისი ტყუილებით და ცილისწამებით. ამიტომ ჩაითვალა საჭირო და ჩემი აზრით ეს იყო ძალიან ზუსტი და სწორი გადაწყვეტილება, რომ ამ არხების მნიშვნელოვანი შეზღუდვა იქნებოდა ძალიან კარგი იმისთვის, რომ ქართული ოცნების ეს სიცრუის, ცილისწამების და უსამართლობის ნიაღვარი შემცირდეს და მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ მოусმინოს ალტერნატიულ საშუალებებს, გადართოს სხვა არხზე და ვინ არის ნაცვლად დაიწყოს სხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. ბატონ ბაკურ, თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარა უწყებაში სწორედ დასანქცირების საკითხზე ახსნა განმარტების გასაკეთებლად. შეხვედრის შემდეგ საზოგადოებამ მოისმინა მაკა ბოჭორიშვილის განცხადება და მის განცხადებაზე ბევრი შეფასებაც მოვისმინეთ, ამიტომ მოდით დღეს ბოჭორიშვილის კომენტარზე აღარ კითხავთ, თუმცა კითხვა უნდა დაგისვათ
ელჩზე, რომელმაც უკომენტაროდ დატოვა საგარეო უწყება. ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატომ არ სცადა აი ბრიტანელმა დიპლომატმა მედიასთან მათი მთავრობის მიერ მიღებული გაწყვეტილების დაცვა და საზოგადოების იმაში დარწმუნება, რომ დიახ, იმედი და პოზიტივი ნამდვილად რუსული დეზინფორმაციული ნარატივების ტირაჟირებით არიან დაკავებული. ელჩის სიჩუმე რას შეიძლება ნიშნავდეს, იმიტომ რომ ქართული ოცნება მოგეხსენებათ აპელირებს იმაზე, რომ გაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებების გარეშე. ამ დროს ეს არის დიპლომატიის ელემენტარული ტონი, როდესაც შენ არ შედიხარ დისკუსიაში ისეთ საკითხებზე, რომელზედაც უკვე მოლაპარაკება დასრულებულია. მე ვიტყოდი, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ დიდი ხანია ქართულ ოცნებასთან აწარმოეს მოლაპარაკება და მოლაპარაკებამ არ მოიტანა არანაირი შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, როგორც იმედის, ასევე პოზიტივის, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე ის დემოკრატიის დრამატული უკუსვლა, რომელიც საქართველოში ხდება ბოლო 2 წლის და განსაკუთრებით კი ბოლო 9 წლის განმავლობაში მუდმივად იყო დისკუსიის საგანი შედარებით დაბალ დონეზე, იმიტომ რომ პარლამენტი მაინც არ არის ცნობილი თავისუფალი სამყაროს მიერ, როგორც ლეგიტიმურად არჩეული და ქართულმა ოცნებამ არც თავისი ქმედებით, არც თავისი განცხადებით, არც ერთი ნაბიჯით არაჩვენა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს და ნამდვილი მეგობრები სწორედ დასავლეთშია და არა მოსკოვში, ან ჩინეთში, ხო? ან საუდის არაბეთში, ან არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ხო? ან თურქმენეთში. ნამდვილი მეგობრები დასავლეთში ყავს საქართველოს ქართულ ხალხს და აი ამ მეგობრებს ერთი ნაბიჯითაც კი არ აჩვენა, რომ ქართული ოცნება არის წასული ისეთ ელემენტარულ კომპრომისზე, როგორც არის უდანაშაულოდ დაპატიმრებული შერჩევითი სამართლით დაპატიმრებული პატიმრების უპირობო განთავისუფლება. აქედან გამომდინარე, არის პრაქტიკულად არაფერი ქონდა სათქმელი, გარდა იმისა, რომ თქვენ ქონდათ უზარმაზარი დრო და საშუალება გადაგედგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს დაბრუნებოდა საკუთარ ოჯახს, ევროპულ ოჯახს და ამის მაგივრად თქვენ აგრძელებთ ქართველი ერის მოტყუებას, მისი ცნობიერების მოწამვლას და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ქართველი ერი თქვენგან გავათავისუფლოთ. რა გავლენა იქნება თქვენი აზრით იმედის და პოზიტივის დასანქცირებას ამ ორი ტელეკომპანიის მუშაობაზე, ანუ რამდენად ძლიერ დარტყმას იღებენ ისინი და ამ კონტექსტში იმედმა დღეს განცხადება გაავრცელა და ამის თაობაზეც მოგაწვდეთ ინფორმაციას და შესაბამისად ეს თემაც შევაფასოთ. იმედი ამბობს, რომ რამდენიმე ბანკმა შესაძლო სირთულეების მიუხედავად გამოთქვა მზადყოფნა არხს საბანკო მომსახურება გაუწიოს, თუმცა როგორც იმედის მენეჯმენტი განმარტავს, კარგად დაგვთ გაცნობიერებული მოსალოდნელი რისკები და არ სურთ დარტყმის ქვეშ დააყენონ რომელიმე ბანკი, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იმედი შექმნის თავის ბანკს სახელწოდებით იმედის ბანკი. აი რისი თქმა შეგიძლიათ, როგორც იმაზე, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს დიდი ბრიტანეთის დარტყმა პროსახელისუფლებოდ შეფასებულ ორ ტელევიზიაზე, ისე რამდენად გადაარჩენს იმედს ის ბანკი, რომლის შექმნასაც არხის მენეჯმენტი უკვე შეუდგა. ერთი რამე მინდა ჩვენს მოხალხეებს უთხრათ, რომ უთხრა პირადად მე, რომ იმედის ბანკში ანაბარს ნუ გახსნიან. ეს არის ალბათ ერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება. რაც შეეხება ამ განცხადებას, ეს არის ჩვეულებრივი манипуляция, დარწმუნებული ვარ, არც ერთი ბანკი არ წავიდოდა დასანქცირების გზაზე და იმედისთვის არ გადადებდა თავს. მაგრამ იმედმა გააკეთა ეს განცხადება, რომ თითქოს უნდა დაეჩვენებინა, რომ ქართული ბანკების უმრავლესობა მზად არის მოემსახუროს იმედს და ეს სანქციები მათთვის არაფერს ნიშნავს. ასე რომ ყოფილიყო, ამ აბსურდული ნაბიჯის გადადგმა, როგორც არის იმედის ბანკის შექმნა არაფრისგან, თან ტელეკომპანია ქმნის ბანკს, რომელსაც უზარმაზარი ვალები აქვს. ამაზე ნეტა ფიქრობთ? ეს ბანკი თუ ფონდი, რომელი უფრო იქნება თქვენი აზრით? ფონდი ალბათ, მაგრამ ბანკზე ხო გააკეთეს განცხადება, მეც ვნახე. ანუ წარმოიდგინეთ, კომპანია, რომელიც 1000 ლარად გაიყიდა, ხო, ოფიციალურად. რატო? იმიტომ რომ 400 მილიონი ლარის ვალდებულებები აქვს შეუსრულებელი. თურმე იმდენად არის, ასე ვთქვათ, გამართული ფინანსურად, რომ ბანკს ქმნის. ეს პირდაპირ გვიჩვენებს იმაზე, რამხელა შავი ფულით ფინანსდება იმედი.
და როგორ არის გადაბმული ეს ხელისუფლებასთან. ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, ნიშნავს იმას, რომ პარტიას მიტაცებული აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაწყებული ეროვნული ბანკიც. ეს არის დღევანდელი რეალობა საქართველოში. აი კონგოში და ზაირში მობუტუს დროს სხვა არაფერი კი არ ხდებოდა. ასე იპარავდნენ პირდაპირ ჩვენს ფულს და იყენებდნენ იმისთვის, რომ მე ჩვენი ცნობიერება მოეწამლათ. სასაცილოა იმედის ბანკის შექმნა და ეს განცხადება. თუმცა იმ მისტერიას თუ შევხედათ, რომელიც ჩანს თვითონ იმედის თანამშრომლებისგან, რომლებიც არიან პროპაგანდისტები, აი იმ სიცრუის ნიაღორის, რომელიც იმედი და პოსტივიდან მიდის, თან აი მე ვიტყოდი, რომ აი უკლასო კონტენტის, რომელიც პოსტივიდან მოდის, მიუთითებს იმაზე, რომ მართლაც ძალიან მჭივნეული დარტყმა მათთვის ეს სანქციები და რაც ძალიან კარგია ქართული ხალხისთვის პირველ რიგში. კეთილი, ამ თემის კონტექსტში მოდით კითხავთ იმაზეც, რა გაგრძელება შეიძლება ქონდეს დიდი ბრიტანეთის მიერ უკვე გამოცხადებულ სანქციებს. ანუ რამდენად შეიძლება იმედის და პოსტივის დასანქცირება იყოს გაფრთხილება და შესაბამისად რამდენად მოსაოდნელია, რომ ახლო მომავალში უფრო მძიმე მათ შორის პერსონალური ხასიათის სანქციებიც გამოჩნდეს. აი პირადად თქვენ ელოდებით, რომ პროცესი უფრო სერიოზული სანქციებისკენ წავა და რაც მთავარია მივა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე. იცით რა არის? სამწუხაროდ ეს პროცესი არის თლიანად დამოკიდებული იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ქართული ოცნება. ქართული ოცნება თუ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს შეესაბამება და არა კონკრეტულად ამ ქართული ოცნების პატრონის, აი მაშინ ჩვენ ვნახავთ, რომ ესეთი სანქციები აღარ იქნება. მაგრამ ქართული ოცნება თუ გააგრძელებს მოსახლეობის 80%-ის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, ხო? ეს სანქციები გაგრძელდება, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენ ხალხს გვაზიანებს ქართული ოცნების პოლიტიკა, არამედ როგორც ჩანს აზიანებს დასავლეთსაც. დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ჩვენ გვაქვს ანომალია. ჩვენ გვაქვს ისეთი ანომალია, რომ პრაქტიკულად თუ შევხედავთ განცხადებებს, რომელსაც ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, ხომ და რაოდენობრივად დავთვლით კონტენტ ანალიზს გავაკეთებთ, ხო? ნახავთ, რომ 101-ზე იქნება საგინებელი და სალანძღავი სიტყვა ბრიუსელის მიმართ და იქნება 1 მხოლოდ მოსკოვის მიმართ. და ამ დროს რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს ადგილას ხედავს 3 დამოუკიდებელ სახელმწიფოს. 3 დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიარებს შენს ადგილას, არ აღიარებს შენს ერთიანობას და გეუბნება, რომ შენი არ არის შენი ძირძველი მიწაწყალი. შენ არ გაქვს უფლება ილაპარაკო იქ ტოლვილების დაბრუნებას. და ამის მიუხედავად ამ თავრობისთვის ბოროტების ბუდი არის ბრიუსელი. ეხლა წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე, ხო? და აი ამის დარწმუნებაში, აი ამ ორ შხამით სავსე და ცილის წამებით სავსე ტელევიზიას მიუძღოდა მთავარი ბრალი. კეთილი, აი ცოტა დრო დავუთმოთ იმასაც, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნილი ეს მართლაც მძიმე ფონი და სურათი შეიცვალოს და რა შესაბამისად რამდენიმე წუთი ოპოზიციაზეც და იმაზეც მოქმედების რა გეგმაზე უნდა გადავიდეს თავად ოპოზიციური სპექტრი. ხა ამის ყველა გადაცემაში ვსვავთ კითხვას, მნიშვნელოვანია თუ არა თქვენი სპექტრის გაერთიანება, მაგრამ რადგან პასუხი ჭრელია, ერთნი ამბობთ, რომ კი, მეორე ამბობთ, რომ არა, ამიტომ დღეს ამაზე აღარ გავჩერდები, თუმცა სხვა კითხვა ნამდვილად მაქვს. აი თავისუფლების მოედანი მგონი არ ვწდები ის პარტია, რომელსაც ქართული ოცნების შეცვლა არჩევნების გზით წარმოუდგენია, ხო? შესაბამისად გითხარით სწორებას აკეთებთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თუ ჯერ კიდევ არის იმედი, რომ შესაძლოა იყოს ვადამდელი არჩევნები? აი ეს აბსურდული ნაბიჯები, რომელსაც ქართული ოცნება დგამს და რომელიც მართლა აი ხუნვეებინებს ამსგავსებს, ხო? თანდათანობით აი აბსურდის თეატრში როგორც შედის, ხო? თავისი განცხადებებით, ნაკლები კომპეტენციით, აი როგორც არის ჭარბწონიანობა, პრეზიდენტის ჩართულობა დემოგრაფიის გაუმჯობესებაში, ბევრი მარკეტი რომ უფრო მაღალი ფასია, განათლების დეფორმა, ხო? აი ესენი ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ უფრო ახლოს არის არჩევნები, ვიდრე სხვა წარმოუდგენია, იმიტომ რომ ეს იმ დეგრადაციაზე მიუთითებს, რომელიც ქართულ ოცნებაში არსებობს. ეს იმედისა და პოზიტივის დასანქცირებაც, ხომ შემთხვევითი მოვლენა არ არის.
აქედან გამომდინარე. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ საგარეო და შიდა წნეხის, რომელიც აიძულებს ამ მთავრობას, რომელიც არის თავსმოხვეული დღეს უკვე ქართულ ხალხს, რომ თავისი გადარჩენისთვის მიმართოს ისეთ გზას, როგორც იქნება არჩევნების დანიშვნა. მე არ ვიტყოდი, რომ თავისუფლების მოედანი არის გამონაკლისი პარტია, რომელიც არჩევნებზე აკეთებს აქცენტს, მე ვიტყოდი დემოკრატიული ოპოზიციის 100% ალბათ ხომ პარტიების სწორედ არჩევნებისთვის იბრძვის თავისუფალ გარემოში, სამართლიან გარემოში, ისეთ გარემოში, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ხალხის ინტერესი გადაითარგმნოს შემდგომში, ასე ვთქვათ, იმ პარლამენტში მიღებულ ნდობასთან, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით აი ამ სცენარის მომხრედ, ნებისმიერი ჩვენი ქმედება ცალკე იქნება ეს თუ კოორდინაციაში დემოკრატიულ ოპოზიციასთან, ყოველთვის იქნება მიმართული იმისკენ, რომ ჩაინიშნოს ახალი რეგულაცია. აი თუ კი ახალი არჩევნები იქნება არსებული საარჩევნო გარემოს და პირობების გათვალისწინებით, როცა მუდმივად არის საუბარი, რომ ქართულმა ოცნებამ მთელი კანონმდებლობა საკუთარ თავსა და ტყავზე მოირგო. შეხვალთ ასეთ არჩევნებში და აქვე კიდევ ერთი კითხვა, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ გამარჯვება თქვენი იქნება და არ იქნება ქართული ოცნების, იმიტომ რომ აი თვითონ მართველი პარტიის ცალკეული დეპუტატი და ამ შემთხვევაში ირაკლი ზარქუას განცხადება მაქვს ხედველობაში, ამბობს, რომ სჯობს ოპოზიციამ ილოცოს არ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რადგან მართულ პარტიას მისი აზრით კიდევ უფრო მაღალი მხარდაჭერა ექნება ვიდრე აქამდე. ხო, არ ვიცი ზარქუამ რატო თქვა ეს. მან 27 მაისის მოგვილოცა ერთხელ როგორც დამოუკიდებლობის დღე თუ გახსოვთ. ასე რომ მას ჩვევია ასეთი კომიკური განცხადებების გაკეთება. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ქართული ოცნებისთვის ავტომატურად უკან დახევა იქნება რიგარეში არჩევნების დანიშვნა. თუ ქართულმა ოცნებამ დანიშნა რიგარეში არჩევნები, მას მოუწევს იმ კანონმდებლობის უკან გაწევა, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კონკურენციას. და თუ კი არ გაიწვია. თუ კი არ გაიწვია, მაშინ ეს არ იქნება არჩევნები. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას იმისთვის, რომ დაინიშნოს ნამდვილი არჩევნები, რომელშიც ქართველი ხალხის აზრი რეალურად მიიღებს იმ გამოხატულებას და გადაითარგმნება უკვე მიღებულ ხმებში. აი ეს არის ჩვენი მიზანი. ამიტომ არჩევნები იქნება ისე, როგორც ეს ხალხს სურს და არა ისე, როგორც ქართულ ოცნებას. კეთილი, მადლობა ბატონ ბაკურ სტუმრობისთვის და თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. ბაკურ კვაშილავას დავამშვიდობებით. დღის ნიუს რომიც ამით დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც. შესაბამისად ერთმანეთს ორ შაბათიდან შევხვდებით. მოხმის.